მოგესალმებით. გამარჯობა. ორი ეპიცენტრი არის პლანეტაზე, რომელსაც პოლიტოლოგები და არა მარტო ისინი უბრალო ხალხი აკვირდება. ერთი არის ვაშინგტონი, მეორე თბილისი. თბილისი სოფლიო ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრია. აქ თითქმის ყველა ტელევიზია ჩამოიყვანა თავის გადამღები ჯგუფი, პირდაპირ ეთერის ჩართვის მანქანები, რა თქმა უნდა, ყველაფერი დოისთან ასოცირდება, დოიზია მიმართული მთელი ყურადღება. ჟურნალისტი ჯავშან ჟილეტით და ჩანჩქანით არის. რა თქმა უნდა და აი არ დაახანა მანაც გურუმ ქართული პრინციპში კი მართლა ეგრეა, იმიტომ რომ სოფლიოს ესე იგი ყურადღების ეპიცენტრში ეს არის ერთადერთი ქვეყანა არის არგენტინა, რომელსაც თითქმის არაფერი არ ეხებოდა, იმიტომ რომ სოფლიოს დასასრულია და იქაც კი მე ჩემი წყაროები მეუბნები, იქაც კი აი ბუენოს-აირესში არის ხო? ტანგოები გაჩერდა. დიდ ეკრანზეა გამოტანილი და კანტდაუნი მიდის სხვადასხვა უკუთვლა არის, რომ იმიტომ რომ სტეიკებს აღწევს ხო? კი, უკუთვლა არის იქაც. და უყურებენ ბატონო, გაჩერდა არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი, ინტენსივობა, უკრაინაშიც ინტენსივობა შეშენს და ყველა უყურებს მიმართულია პლეხანოვისკენ, ბოდი შესაძლოა, მას თუ შეიძლება პლეხანოვი კი არა, აკე იმას. არა, თეატრ რა ქვია? ვასო აბაშიძის თეატრი. არა, რაღაცას ეძახიან, ახალი თეატრი თუ რაღაცა. ხო, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი. ახალი თეატრი ხო. კარგი, მოდით მანამდე ნახოთ გენიოსმა კაცმა რა თქვა. მაინც იქიდან უნდა დავიწყო, რომ ეს რაც ხვალ მოხდება, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი. ბროკოლის არ გაავს. ბროკოლის პოსტმილს. რაოდენ ბროკოლი არტისტის თამაში. ბროკოლის. იმიტომ რომ ისინი ამაში არ ჩამაგიხსნებულობენ ნორმალურ სტარტს. სხვა რაღაცას ეს არის აუცილებლობა მათი. და პირველი რაც გავაკეთეთ, როდესაც ანდრო დაიჭირეს, იყო ის, რომ ჩვენ შევწყვიტეთ თამაში. ეს იყო პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და ეს ბიჭი არ შეიძლება რომ იყოს დაკავებული და ზუსტად ვიცით რომ უდანე. ხო, მაგრამ ანუ შეწყვიტეს თამაში, მაგრამ ერთი ადგილის თამაში გააგრძელეს და ხელოვნებამდე მიიყვანეს აი ამ კაცის დამსახურებით ეს და ხვალ იქნება კულმინაცია ამ თამაშის აი ამპლიტუდის. მე მაქვს რაღაც იდეები რა შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ მოდი არ დავასწროთ მოვლენებს. მე ყოველთვის მქონდა ეს იდეები, მაგრამ არ ვიზახე. არა უტრირებულს და არა ცინიკურს, ისეთ რეალურს და მოდი არ დავასწროთ. და არ დავასწროთ, კი ბატონო, შეიძლება, ნუ იმიტომ შეიძლება მაგას არც აპირებენ და ჩვენგან მიიღოდნენ. არა, არის კიდე რა ფუსი რაიოთის გზებს მიმართონ. არის კიდე ერთი ვიდეოც გვაქვს, მოდი ბარემ ამოვწუროთ. არაერთი ჯგუფური ფუსი რაიოთის პერფორმანსი გვახსოვს ალბათ. კი ბატონო, გაუშვით აბა ეს სამა. ცხადი არ უნდა გაჩერდეს, თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ყველას მიმართეთ, შეეცადეთ ყველასთვის მიგეწვდინათ ხმა. მქონდათ იმედი, რომ შეცვლიდა გადაწყვეტილებას ეს რეჟიმი, ამის იმედი სადღაც მაინც ბჟუტავდა თქვენში. ნუ იცი რა არის იმედი ბოლოს ხვდება, ხო იცი ნათქვამია, თუმცა ესეც სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც რა ვიცი, ყველაფერი ჩააქრეს და იმედიც მათ შორის და გასაგებია. მოდით ჩვენ პატარა ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ. ფიცო ესეთი ადამიანია, რომელიც სხვათა შორის ახლა თავს ეკლავს უკრაინასთან ჩხუბობს ზელენსკისთან და რუსეთს ეხვეწება, რომ რაღაცნაირად ნავთობის გარეშე არ დამტოვო. ფიცო თავის ვიდეო მიმართვაში, რომელთაც მიმართა გამოჯამთელების შემდეგ, თავდასხმის შემდეგ, ძალიან დიდ აქცენტს აკეთებდა თეატრალურ სამყაროზე. კონკრეტული თეატრის მსახიობებს, როგორ წამლავდა გვევიცით ვინც, როგორ ქმნიდა მისგან უცხოურ აგენტებს და როგორ აგზავნიდა პირდაპირ სახელმწიფოს წინამდე ბრძოლაში. და შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიცო ამბობს, რომ ჩავიდნენ საქართველოსა და უკრაინის მეიდნის მოწყობის სპეციალისტები მასთან და აფრთხილებდა სოფლიო საზოგადოებას, რომ ეს ბრძოლა ახლა უკვე იქაც მიმდინარეობს. მოდი პირდაპირ თქვათ რა, ეს ამ ხალხის ჩართვა სამადურ ეგეთი გამოთქმა რუსული თვითსულელი, მარტო ამ თვითსულელების ბრალი არ არის. ვიღაცა ალბათ ტავკას ამაზე მართლაც აკეთებს. კი, დიდი ალბათობით ეგრე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ აბსოლუტურად NGO-დან დაწყებული, მედიით გაგრძელებული,
პოლიტიკოსების ხო ნახეთ და ვნახეთ. რევოლუციის ცდილობები, რევოლუციის ავანგარდში ჩადგომის ცდილობები. იმიტომ რომ შეიძლება მეშლება და 2 წლის წინ იყო ან 1 წლის წინ, თქვენ ჩემი სწორედ როდის იყო, როდესაც ყველა არხი ერთი დღით გამორთეს ოპოზიციონერმა მედიებმა და ეკა მიშველაძე და გიგა გრიგოლია და გასაბერი კაცი უახოსანაი ერდნენ, ხო? ეგ იყო ლექსო ლაშქარავას ამბავს მოყვა. ხო, მაგ პერიოდში 2 წლის წინ არა 3-4 წლის წინ. ჩვენ ტოვებ სტუდიებს და ვიწყებთ რევოლუციას. 3 წლის წინ. დამოუკიდებელი ჟურნალისტები რევოლუციას აპირებდნენ რევოლუციას. მე იყო NGO სექტორი. ტექნიკური მთავრობის იდეა სადაც ეკა გიგაურებს და იმას რა ქვია ნინო ლომჯარებს უნდა გადაბარებოდათ ხელისუფლება. მე იყო ცდილობა რომ ლომჯარია მოსულიყო პოლიტიკაში და რა დაარქვა დიროლის ორბიტა ხო? ახალი ევროპული ორბიტა თუ რაღაცა არ გამოვიდა. რომელიც ანუ ეგეთი გაფეილებული ან პრეზენტაციიდან მეორე დღესვე რაღაცას გაესხაზმაო, ეგეთი კიმ კარდაშიანის მეორე ქორწინება ალბათ და ეგზმაო რომ მეორე დღესვე რაღაცა რაც დიდი ზარზეებით დაანონს და ეგრევე დაფეილდა. ხო და ეხლა ალბათ იქიდან გამომდინარე რომ სხვა დასაყრდენი ვერ მონახეს, გადავიდა აქცენტი იმაზე რომ შემოქმედებითი ელიტა. უბრალოდ შემოქმედებითი ელიტა ვინა? დოი, ჭოლა, ბუღაძე და ამათ ბიჭო უყურე მე იმ რევოლუციის დედავატი რომ მაგათ იმედზე რომ აი დოის იმედზე ყოფი რევოლუციის დედავატი რა ვიცი. ჯო ვილსონის იმედზე არიან ადამიანები. სი ძინპინს, ოღონდ სი ძინპინის მოადგილე სახელმწიფო პატივით მიიღო ტრამპმა და კიდე ან ჯო ვილსონს შეხვდები ან ჯო ვილსონი რა ტიპის კომენტარებს აკეთებს და რა ტიპის იმებსაც ქარდებს და ძდებს. ანუ ეგ არის როგორ რაღაცა ესე ტროლ პეიჯი რო უნდა აკეთებდეს რა. დღეს დადო ირაკლი რუხაძეზე ის რა ქვია ქარდი რო აი რამდენი ბიზნესი არის ამის იმის ქვეშო რა. $2000 ქარდი. შეიძლება ქარდი რახანა $200 იყო რა. მე მგონი ჩვენ უნდა გადავიხართ. ისე მაგრა გამისწორდება ეს. $1000 ჩვენ რო დაგვარტყას თემა. ჯო ჩვენც რა გეხვეწები. ჩვენ რო დაგვარტყას. მობაც გაფიცე კარჩ შევკრავთ ჩვენ მაყულთ სამი კაცი შევკრავთ. რამდენი? $1000 მიწოდების ის არის გზა. რაღაცას მოუძებნით. არა, ვერ მოუძებნი, ეგრე არ არის. ბიჭო, პირდაპირ X-ზე მიუწერ. ხო. პირდაპირ მიუწერ რომ მაყულს გამოუშვებ. არ მაქვს X და შენ მიწერ. ხო, პირდაპირ მიუწერ მაყულს გამოუშვებ თქო რა. ღიაზე რა თქმა უნდა, კაცო. არაა პრობლემა. და 3-ვეზე რამდენი $100 ავანსად გაუგზავნე. ხო, პირდაპირ გადარიცხვა. იმის მერე იქნება და 3-ვეზე დაწერო თქო და რა დაწეროს რომ შავი დღე გითენდებათ. შენ შემოქმედებაში არა, შავი დღე გითენდებათ. დაგვიშვით ხო რა? დიდი დაგვიშვით. თვითონ იცის კარგად ჯომ. ი ბაზარი არა. მე რა ზეფეცი. ირაკლი რუხაძის ხსენებას ბოდიში რადიო თავისუფლების ეპიკური ამბავი. მართლა ანუ 2 საათზე მეტიან ინტერვიუს ანუ წყალივით რო იყურებოდა, იმიტომ რომ რა იყო იცი რომ ჯერ ხო ანუ ეგ დებატები ხომ მკვდარია ოპოზიციურ მედიაში, სადაც ხმა ისმის ისეთი, რომელიც არ არის მარტო თავიდან ბოლომდე მათ ნარატივს მორგებული რა და ანუ იმდენად აი ფაქტზე ორიენტირებული არაფერზე რომ ზედმეტი დადასტურება არ ჭირდება. ისეთ რაღაცებზე მიდიოდა საუბარი რესპონდენტის მხრიდან, რასაკვირველია, ან ჟურნალისტს იმდენად წაერთვა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ან ორი შემთხვევა იყო, ან და ისტერიკაში გადაზარდილიყო ჟურნალისტის მხრიდან, ან როდესაც უბრალოდ საუბარი იყო, მიდიოდა მარტო იმაზე, რომ ან გაჩერება, ან გადახვევა და ასე შემდეგ. ნაცები კაცო, თავს დაესნენ. ხო, იმიტომ რომ კარგად ვერ იმასქენია. მე ერთ რამეს ვიტყვი, რაც დავწერე კიდე სტატუსში. რაც არ უნდა ქორი დაეჯინათ. ნუ გრიგოლი არ ვიცი დაპორჭყინდა ალბათ, მაგრამ ნუ ადეკვატური ოჯახში გაზრდილი ქორი რომ დაეჯინათ. ეგეთი არ არსებობს მათ შორის, მაგრამ მაინც ჰიპოთეტურად. მეტროპოლიაში იმპერიის შუაგულში წააგო რადიო თავისუფლების უწინდელმა ნარატივმა. წააგო. სამყარო არის სხვა. მას შემდეგ რაც ტრამპი ამბობს რომ ნატოს ქვეყანას იარაღის ძალით წაართმევს ტერიტორიას, პუტინი არის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი. მორჩა წერტილი, ამას იქით არაფერი აღარ არსებობს. всё. და შესაბამისად ნებისმიერ აი ესეთ კამათში, როცა თან ტრამპის გინების თავიც არა აქვს. ლორა თორთონმა გაბედა ერთი საწყალმა, ჩვენმა ლორამ. რეიპისტია, გამომატია რა გინდა ლორა. უყურე ლორა თორთონი ტრამპს ეძახის რეიპის და სააკაშვილს ეძახის პოლიტპატიმარს. ანუ ნახდრეიპს. ლორა სააკაშვილს. ხო, და კიდევ ერთი მეტუ ბრაიზა, ვისაც გახსოვთ, მე უყურე მეტუ ბრაიზას ინტერვიუს რადიო თავისუფლების თანამშრომელთან და აწვებოდა რომ აი ტრამპი კავკასიით ხო დაინტერესდება და ჩესნად ეუბნებოდა რომ არ დაინტერესდება. აი ეს ჯო ვილსონი
არ ამგონია რომ ჯო ვილსონს რაიმე გავლენა ქონდეს. მოკლედ გაწმილებული დატოვა ჯო ვილსონი ისე რადიკალურ რაღაცებს ამბობს, რაც შეუძლებელია ტრამპთან შეთანხმებული იყოს. არა კაცო ჯო ვილსონმა ის სია რო ჩამოწერა და საჭიროს ბიძინა ივანიშვილი რო დაიწყო და სი ძინპინი და სი ძინპინი და ხამენეი მოყვება. ანუ აი როგორ რაღაცა იცი ამაზე სულში მახსენდება რა აგიაშვილს არ ნიკასო არ ნაყარება პიკასო გადარეულა პიკასო რა და არ ნიკასო რა და სი ძინპინი რო აი აო ჯო ვილსონს ხო ნუ რეალურად ის მოხდა რომ გრანდ ნარატივი, მეტა ნარატივი შეიცვალა, ფუნდამენტურად შეიცვალა, რაზეც დაფუძნებული იყო მთელი ევროკავშირი და მისი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც არის პოლიტკორექტულობა და გენდერ ანთროპოლოგია და თეორიები, რა თქმა უნდა, ტრამპმა ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში თქვა დაასრულა. ამაზე მეტება ის, რომ ამ საიმიგრაციო საკითხებიდან 10 წლის წინ თუ ევროპაში პარტია ითვლებოდა ფაშისტურად, ეხლა ეს უკვე არის ტრამპის რიტორიკა, ამიტომ ძლიერდებიან ევროსკეპტიკები. ილონ მასკი ასაფორთებს, ეს ყოველ დღე უნდა ვახსენოთ ალბათ მაყურებელს, რომ ილონ მასკი ასაფორთებს ისეთ ძალებს ევროპაში, რომლებიც არიან ევროკავშირის დაშლის მომხრეები და ილონ მასკი სხვა შორის ვისაც ასაფორთებს, მერე თავის ალგორითმებით და რაღაც მანქანებით ეხმარება ხოლმე, ასე იყო არგენტინაში, მილეი არის მისი კანდიდატი. და მესამე საკითხი ეს არის, ეს რაღაცა ექსპანსიური პოლიტიკა თუ რაც ქვია, შეგვიძლია დავარქვათ, ესე იგი სადაც გრენლანდიაზე და პანამის არხზე და იმაზე ლაპარაკობს ტრამპი და ამას ეს მოხდება თუ არ მოხდება არ აქვს მნიშვნელობა ჯარი შევა თუ არა. რაც ვთქვი, მან ხო თქვა. ხო და მაგას მან ხო თქვა, რომ ეს ესე იქნება. ამას დამატებული ლაპარაკობს ნუ ამ რუსეთ-უკრაინის ომის იმაზე, რომ უკრაინამ ესე იგი ტყუილ უბრალოდ დაკარგა ეს ხალხი. ბაიდენის ბრალია ტყუილ უბრალოდ დაკარგა ხალხია, ამას დამატებული ლაპარაკობს სანქციების და ნატოში რა უნდა შევიდეს? ნატოდან რო დაეგზიტდება იმ შემთხვევაში თუ ისინი ფულს არ გადაიხდიან. ამას დამატებული ის ლაპარაკობს დოლარი, რომ ამერიკის სიძლიერე არის დოლარი და შესაბამისად სანქციები კარგად დიდ ბაზრებს. აქედან გამომდინარე, ნუ გვინდა არ გვინდა სრულიად სხვა რეალობა არის, ხო? და ჩვენ რადგანაც საქართველოში გამოზრდილმა ლიბერალებმა გამოავლინეს 90-იანი წლიდან უკიდურესი გოიმობა და გოიმის ყველაზე კაი განმარტება არის გადამეტებული мотиваცია. აი, ხო, გადამეტებული мотиваცია არის რომის პაპზე უფრო კათოლიკე რო ხდები. ამათმა ესე იგი ინსტრუმენტად კი არ გაიხადეს ან რომელიმე ევროატლანტიკური სტრუქტურა, ან მაგალითად რაიმე იდეოლოგია არა, რწმენის კატეგორიაში აიყვანეს და რწმენა აგერ თვალსა და ხელს შორის გეშლება. გეუნება შენი თავად ტაძარში გეუნებიან რომ всё. და გინდა არ გინდა ეხა ლიბერალებს რაღაცა ფუნდამენტური გადაწყობა მოუწევთ. აი ტრამპმა რა თქმა უნდა ქართულად გადათაგნი. არ მინდა რუსეთის ზიანი მივაყენო. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან. მიუხედავად რადიკალური მემარცხენე გამონათქვამისა, რუსეთი. ანუ არ მოსწონს ეს გამონათქვამი. არასოდეს არ უნდა დაგვეწყოს რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო მოგებაში. კიდევ ერთი ამათი რაღაც ნარატივი გააფარჩაკა და ამ პროცესში თითქმის 60 მილიონი ადამიანი სიცოცხლე დაკარგა. მეტი რა თქვას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვაპირებ რუსეთს, რომლის ეკონომიკა იშლება და პრეზიდენტი ძალიან დიდი სიკეთე გაუკეთოთ. მოდით ახლა შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, შეაჩერე ეს სასაცილო ომი, ეს მხოლოდ გაუარესდება თუ გარიგებას არ მივახსოვს და მალე სხვა გზა არ მქონდა, გარდა ამისა, რომ დავაწესო მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები. ყველაფერს რასაც რუსეთი ყიდის ამერიკაში. მე არ მინდა ტრამპს შევეწინააღმდეგო, მაგრამ მე მგონი რუსეთი არაფერს აღარ ყიდის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარდა ალუმინის რაღაც შენაერთებისა, ურანისა, სასუქისა, რომელიც ძალიან სჭირდებათ ამერიკას. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის და რუსეთის მთავრობა გაილაპარაკებს ერთმანეთთან. და ტრამპი თუნდაც ამ განცხადებით ანგრევს, რომ რუსეთის ძახელი არის მისთვის მიუღებელი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების თარიღზე ერთი ამბავი რო ატეხილდა, ამბავი რო არის, რომ თითქოს არ მიუღია მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ფაშიზმის დამარცხებაში, ამასაც ხაზი გადაუსვა. მეტი რა ქნას ახლა თავის ქვეყნის პრეზიდენტია რუსეთის და საქართველოსი ხო არა? მიგრია. კი ბატონო, ხო არ გაუშვათ რამე, აბა?
თინა ხიდაშელი გავიშვათ. ბიჭო, აი ვალერი გელბახიანის და აკუბარდიას და თუ გინდა თინა ხიდაშელი გავუშვათ, ტრამპზე ლაპარაკობს, ჩვენ ტრამპზე ვილაპარაკეთ და ერგება ტაივანის აგენტის ნარატივი, აი მორწმუნე ლიბერალის და ტაივანის აგენტის. აი ტაივანის აგენტი არის უფრო სხვა დონე. ვაფშე სხვა დონე. ანუ ეს არ არის ამერიკა. ტაივანის ხო ყოველთვის ეზიზღება ჩინეთი, შეეზიზღება ამ ხელისუფლებას. ანუ უბრალოდ რაც არ უნდა მოვიდეს ის. თუმცა იყო იქ შანსი რომ პროცედურა მოსულიო სხვათა შორის. მე გადაჭეგრე არ არის, მაგრამ ხო რა, ტაივანი ვაფშე საინტერესოა ის. ტრამპი რა სიტყვის ტაივანზე. იგივე სიტყვის. არასოდეს არ უარყვია ამერიკის ყველაზე მურტალ ადმინისტრაციას, ჩინეთისთვის მურტალ ადმინისტრაციას, რომ არ არის ჩინეთი. თუმცა ტრამპი და ჩინეთი არ ვიცი, მოკლედ ვერანაირ ტყვის გაუშვით შენ. მე ველოდები რომ სწრაფად იქნება მისი მხრიდან ბევრი გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის ამერიკისადმი არამეგობრულ ქვეყნებთან მიმართებაში, სამწუხაროდ საქართველოს ასეთ ქვეყნებს შორის არის დღეს მისი ხელისუფლების დამსახურებით, რა თქმა უნდა და არამოსახლეობის გამოისობით და ჩემი ვარაუდით ძალიან სწრაფად იქნება ასევე კონგრესში კომიტეტებზე განსაკუთრებით ყველა იმ აქტის ინიცირებული აქტის კენჭისყრები, რომელიც კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ არის Facebook-ში რომ შეხვიდეთ ამის გვერდზე დიდი სიხარული წერია რომ TikTok ფაფუო ამერიკაში და იმ დღესვე აღდგა და TikTok-ის CEO შეფიანო ტრამპს ეკდგა გვერდით ინაუგურაციის დროს. ნუ ეგეთი პროგნოზის ткаა რა. ის მთელი ეს ტექ გიგანტები რომ გვერდით უდგანან ახლა ტრამპს ეგ მოშნი თემა არის რა. ჩემი აზრით აბსოლუტურად ყველა ესე იგი ვისაც საერთაშორისო კომუნიკაციების არა მარტო რაკეტმშენებლობაც. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში კომუნიკაციაზე უბრალოდ სოციალები და შესაბამისად კომუნიკაციების არხები. უპყრია ხელთ ყველა დგას ტრამპის გვერდით. და ბეზოსმა გაუშვა რაკეტა. ეგ ხო იმას ეჯიბრება მას. არა, და მასკმა მიულოცა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი აზრით ეს თავდაცვის ბიუჯეტი რომელიც ძალიან დიდია. უკვე სხვა ტიპების ბილ გეიტსმა რო სიმღერა შეცვალა, გადანაცვლდა რა. ხო ტრამპს ველაპარაკეო და ძალიან კარგი გაგებით გაკვირვებული დავრჩიო, რომ ისეთი ენთუზიაზმი და ენერგიით. კოვიდზე რა აზრის არის? ეს სხვა აზრის იყო ბილ გეიტსი და ის კიდე სხვა. მე საერთოდ რო ხვდები ბილ გეიტსი რატო ერევა ესე აქტიურად სამედიცინო საკითხებში. მაგას აკახსნა, ოღონდ ვერა აქ რა. ხარიბია ბილ გეიტსი იქ ვერამდენია. არ მაგათ შორის ზუკერბერგსა და მასკსა ბეზოს შორის კი ხარიბი კაცია რა უნდა ღარიბების ადგილი გადა 400 მილიარდი ნამდვილი 415 მილიარდი ნამდვილია ხო ის არის არაფერ არის პრობლემა რამდენია და ეს აქციები კიდე მაღლა მიდის და ფული რაში უნდა ჩადონ ხელოვნურ ინტელექტში და უნდა აშენონ 5 მეგა ატომური ელექტროსადგური იმიტომ რომ იმდენი ჭირდება ხელოვნურ ინტელექტს რომ 500 მილიარდიო ხო 500 მილიარდი სახელმწიფო გამოდივარ ტრილიონს გამოდივარ და 500-დან 100-დან იწყებს 500-ი როგორ ტრილიონიანი კონცეფტია რა და კარგ მე მგონი სკაინეტი იქნება ნახევარ საუკუნეში ეხლა შემხდა ჯო ვილსონის ერთი ტვიტი მე რას ვიხსენებდი ჩვენთან დიქტატურა როდის ამყარდა იმ თქმით არა როდის დამყარდა მყარდება 2014 ეხა ხო ბოლომდე დამყარებულია ხო დიქტატურა დამყარებულია ტირანია არა დიქტატურა ხო დამყარებულია ხო და ეს ჯო ვილსონმა ეთყობა სინტაქსი ვერ დაალაგა რა იმათთან რომ ბიზნესმენშულზე წერს რა is trying to transform Georgia from a democracy into a dictatorship ანუ ეხა გადაყავსო დემოკრატიიდან დიქტატურაზეო. ხო მანდ არ არის სინქრონში არ არის. მიხდი სინქრონში ჯო ვილსონი. ეგ 2014 წლის პოსტია. ამას არ აწყობს. იმიტომ რომ რო თქვას რომ უკვე არის დიქტატურა. ხო. მაშინ იარაღი უნდა გამოაგზავნოს აქ, კაიგე? ხო. ტვიტებით უკვე სასაცილოა და აი ხა იმ მომენტში როცა გადადის თავის $1000 ტვიტებით მაშინ ესენი რო ამბობენ აბა აცდენა რო აი ეგ არის აცდენა რა. ეგ რა პონტია. ამათ უნდა დაწიონ ცოტა კობელიძე კუტაბიჩმა ძალიან მაგარი რაღაცა თქვა და გავუშვით. ხალხმოძრაობის აქ მოწოდება იყო ახალი პარტია გააკეთეთო.
ეგ რას ნიშნავს ვერ მივხვდი თქვა ერთი დიდი რაღაცა ეს პროცესი თუ რაღაც ახალი პარტიის უნდა ველოდოთ რომელსაც საბჭოულად სამი ზურაბიშვილი დაასაფორთებს ჩემთვის ბუნდოვანი იყო ამიტომ პოსტსაარჩევნო სიტუაციაში ყველაზე მეტი ზურაბიშვილს თქვენი პარტიის წარმომადგენლები რაღაც ტიპის საკომუნიკაციო ფორმატები ხომ გაქვთ არა? კი ბატონო. და მე ამაზე პასუხი მე ვერ გავიგებ, მაგალითად რას ნიშნავს ზუგდიდში მიმართვა ახალი პარტია გააკეთეთ, თუ მე ანუ არ გააკეთო კონკურენტად აღიქვა. არა, ამ პროცესში არის უცნაური, როცა სამი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და არის როგორც ამერიკანელი ლიდერი ამის ფონზე და თქვა სტატუს კო უნდა შენარჩუნდეს წინასაარჩევნო პერიოდის მარჩვენის პარლამენტის დონეზე, არ თუ რომ სტატუს კო უნდა შენარჩუნდეს, თქვა პარტიების მიხედვით როგორც არის და საკუთარი როლის ცოტა ვერ მიტყვის, სხვანაირად უყურებს, რაც ალკე პარტიას ელოდება, რომის ლიდერიც იქნება თუ რა იქნება. ხო, გასაგებია. მე მგონი რომ ვითარება იქნება ესეთი. ეს არ ამკითხე მოამბე პარტიები, შმარტიები, საბოლოოდ რომ ამოწურავენ თავიანთ ნუ რა რესურს, ალბათ ფინანსურს, ხო, მეტი არც არაფერი, არც ძდობითი რესურსი აქვს და არც ელექტრონული. ერთმანეთის ჭამას უკვე მძლავრად დაიწყებენ. დავიწყოთ იქიდან რომ თითქმის ყოველდღე 10 პოსტი მაინც ხდება აქტივისტების, რომლებიც ნელ-ნელა ეგებიან გონს. და იძახიან რომ მორჩა ეს აქტივიზმი არ არის საკმარისი, მასას ხალხს უნდა ხოცური პროპაგანდა მიხვეწებოდა ნაძვის ხე აიღესო და მეტი ხალხი მჭირდებითო რომ გამოჩნდეთო კადრში კარგად. ნაცი ბიჭი რო არის, რა ქვია იმას. ეს რა ჩააგდება, ჩო მიშამშულდაძის. მე არ შემიგდიოს. არა, ხო, ანუ მე დავა კომენტარე ჩაგდებულზე. არ უშვი არ მინახავს. არ მინახავს. სანდა მენახა. ერთად გავუშვი რა ეს. გავუშვათ რაზი არის? არ ვიცი, ამე თვითონ ნახოთ, არ ვიცი, არ მენდობი. არა, გავუშვათ რა რაღაცა დებილობას ამბობს მე. მაინც გავუშვათ ცოტა ხანში. მოდი, ეს გავუშვით, აბა. ბაბუაძე არის ახლა მოლოდინი გამოვა ტრამპი და იტყვის რომ არ ვაღიარებ არჩევნებს და ეს დაუსვამს წერტილს ვთქვათ ოცნებას ამ ხრივ ან იტყვის რომ რაღაც ფორმით მიანიშნებს რომ ვაღიარებ ოცნებას და ეს პროტესტ დაუსვამს წერტილს სანქციები გაფართოვდება ისე რომ ეკონომიკური რაღაც შეეშინდება კიდევ უფრო გაფართოების და წავა არჩევნებზე ივანიშვილი ან ეკონომიკური ჩამოშლა მოხდება ან ისე ჩამოშლა ვერტიკალის რღვევა აი სად იქნება კულმინაცია. ხაობას მთხოვთ დიანა. ანუ რას ნიშნავს კაცო? თავარ ტრაგედია აქვს სხვა რაღაცაა, რომ ტრამპის ნათქვამი რო წვეთს და აქამდე ნუ ბაიდენის აი მონობა თუ ნათქვამი რო წვეთს ჩვენ რო გვეძახდნენ საქართველოს რევოლუცია ბოდიში ბაჭო შენ ნათქვამს გავაგრძელებ ჩვენ რო გვეძახდნენ კაცო მონობის ლოგო ილუსტრაცია აგერ პირდაპირ დადგმა ხდება მონობის ოღონდ არც უარყოფენ. აუ არის ისე ვერ ხდება. ტრამპია ის. ბოდიში საბაბუაძის თავარი ტრაგედია ბაჭო არც ეს არ არის არაფერი. არამშო დიან ტრაპაიძის ტრაგედია იყო. თავარი ტრაგედია არის რომ უბანში ვიღაც ბიჭებმა გამარჯობა უთხრეს რაღაცა შეეკითხნენ და ეგრევე შეასხა შიში. და მე გოგოების ზუგს უკან დაიმალა, მაგრამ შენ ვერ ხვდები. არიან ადამიანები, რომლებიც არიან უკიდეგანო ქაჯები და სურთ ამ ქაჯობის დამალვა, იმიტომ პროდასავლელები არიან. შეიძლება არც ქაჯები არიან, აი არ ვიცი, ვიზე ვთქვა, გამგები გაიგებს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად გონია, რომ მისი მშობლიური წიაღიდან უნდა რაღაცნაირად დისტანცირება მოახდინოს და პროამერიკული, პროევროპელი გაჩნდეს. ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის აღიარება. სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ თუ გაღიარა მეზობელმა, შენ თუ გაღიარა შენი წლის ადამიანმა, ან შენი ქვეყნის ვიღაც ავტორიტეტმა პირმა, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ ეს გრუზინები არიან. შენ აუცილებლად უნდა აღიაროს იქაურმა NGO-მ, იქაურმა რაღაცა დებილობამ და ამას ვერ განკურნავ. ეს მონობის გარკვეულ ნაირსახეობაა, გარკვეული, აი მართლაც აი კომპრადორული ელიტაო რა, მაგას ვამბობ. აი მაგალითად რაღაცა პრიზებს არიგებს ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზებს და შალვა პაპუაშვილს გქონდა ძალიან კარგი სტატუსი ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი რომელსაც მისცეს პრიზი, ხო, რაღაც პრიზი მისცეს ევროკავშირის არის როგორი იგინება, იცი? Facebook-ში დედაზე გინობს რა, მოძალადია ჩვეულებრივი და აქედან გამომდინარე აქვთ ეს განცდა, რომ აი უნდა მაგალითად აი ადრე იყო თქვენ არიყავით მაშინ ამ პროფესიაში, ეხლა არის თუ არა, ოქროსთა ბოდიში მე შეიძლება არასწორად მოგყვება, მაგრამ ჟურნალისტიკის კონკურსები. ყველაზე წარმატებულ ჟურნალისტს
აჯილდოებენ. შეიძლება ოქროს ფრთაზე არ ვამბობ, ბევრი იყო. პუციო ვკით? არა, არაფერი. უბრალოდ შენ გადი ბაჩო შემდეგ. ფულის კეთების თემა იყო რა, რომ შენ ფულს იხდიდი ბილეთში, რაღაცა პიარს უკეთებდი რაღაცას და მე შენ რაღაცას გაძლევდნენ, როგორც გაძლევდნენ ყველას. ხო და აი ესე ჯინჯილებზე დახარბებული ხალხია ეს. და ტრამპი თუ იწვის, რა თქმა უნდა, შენ უნდა თავი მოიკლა. ქვეყანა დაშალო, გაჩერდე და დადუნდე რა. ბაჩო, რამე ყვითელი გადაცემა რა აიყვანო აღინა. ხათაშორის არ არის ცუდი. ის ძალიან კარგად წაიღო. იმედია მოვა მაგის დროც. ვალერა გაუ. როცა შეგვეძლება ყვითელ გადაცემას. ვალერა გაუ, არ გაგვიშვია. არ გაგვიშვია. ვალერა. სტუდიო. აბა, დიდი კონსტიტუციონალისტი და მთავარი ჟურნალისტი. ჩვენ იფხელა ერი ვარ, ვალერი დამიჯერე. ის აშევა, აბანოშია. მეორე დღეს ვარკა. რაკურსიც გაიგო. მათი კატეგორიული განეიტრალება. შევხედოთ კატეგორიული განეიტრალება რა არის? აი კატეგორიული. აი ვიშლის სახილი არ უნდა ამას. ვინმე რა შვება და ვინმე რატო შვება? მოვემზადოთ. მახარებს რომ ამ იდეით ვასწრებ შესაუბარს. ვემზადებ. რა იდეა? სახელმწიფო რომ მომზადეთ. მომზადებით. ერისთვის? ხოლმე მოემზადოთ ის სახელმწიფო. რა ომისთვის ემზადება ეს ხალხი? ასე დღესი ვარ ჩვენ ქვეყნის შიგნით. ჩვენ ომს გვიცხადებენ და მოემზადოთ ამის. ვინ უცხადებს? ამათ კონკრეტულად ვინ უცხადებს? ამათ როგორ არ უცხადებს? მე ამათ ვინც ამათ ომს უცხადებს ჩემი ტერიტორია. რუსეთი უცხადებს ომს? არა, რუსეთმა ვაფშე არ იცის. პუტინი დაემუქრა. პუტინი პირადად დაემუქრა. პირადად რომ პირად კონტროლზე ავიყვან თქვენ ორის თემასო. ვინდეოთი დაურეკა? კი. ტელეფონში თუ კავკასია აქვს ჩართული. ეს რო გაიქცა სადიმალებოდა, მიშას რო გაიქცა, რუსეთში ხო არ იმალებოდა. კი. არა, არ ვიცი. არა, რუსეთში იყო კაცო. არ ვიცი, შეიძლება არა, მაგრამ რუსეთს დავსვი რა. არა, მე ვიცი, მე მგონი რომ რუსეთში. შეიძლება უკრაინაში. არ ვიცი, სადღაც იქით იყო რა, მაგას არ აქვს ეს მნიშვნელობა. აბა ეხა იმაში შვედეთში ხო არ გია. დასვენებაში არ ჩამოუშვა იმ გარეწარმა ეს. დანიაში ხო არ წავიდა. არა მგონი. ხო და მე რა მაინტერესებს რომ მართლა მაინტერესებს რომ ეს ორი, კონკრეტულად ეს ორი. კაი, გასაგებია აქტივისტები თელი არმია და პოლიტიკოსები და ხაზარაძე და ასე. ეს ორი ვისეომება პუტინს პირადად მოემზადოთ თუ უნდა მახარებს შეიძლება აი ავსტრალიაში რო იყო სირაქლემებთან ომი შეიძლება სირაქლემებს ეომებიან საოცარი ომი იქნება საოცარი ორი ავსტრალიაში სირაქლემებზე იცი და კენგურუმ იცი რა მაგარი ბოქსი იცი კენგურუმ ძალიან მაგარია მაი ავცებს ერთი პატარა კენგურუ ერთი პატარა ორივე ცემს კი კაცო კენგურუ ამათ მერთო ხო არის რაღაცა რომ აი მე მომკალიო პატარა კენგურუ რო ამოთ ორს შენის არა ხარ თქვენ მოსამართლე არა ხარ იმპერატორი გინოში რო არის თქვენ კიდე მამასახლის მაჩა ესე კენგურუ რო დაიწყოს ერთი და მეორე და ბოქსი რო გაუმართ კი არა დალეწავს ესე ვალერი გელბახიანს საომარი ვისთანაც აქვს არის გუბაზე იმიტომ რომ ეს და გუბაზე რო ჩავიდნენ მიშასთან იქ გუბაზმა ისი აჯობა და ისეთები ჩაატარა რომ გახდა მიშას სპიკერი და ეს გაცდა არა ყოველთვის ამბობდა რომ კნაოდა გუბაზე რომ მოიწვიეთ ის მაგრამ შეიძლება სპეციალურად ამბობდა რა ბიჭო ნიჩური კი გუბაზე იქიდან ჩამოვიდა მიშას სპიკერი და მე ამაზე გელბახიან ჩამოვიდა კავკასიის თანაწამყვანი ხო და ამაზე სულ იძახდა ხო ბიჭო იცი რატო იძახდა რომ თავისი ადგილი უნდა და დაერთმო ეს უკვე ვიში ლიგაში ავიდა მიშას ლიჩნიის გახდა რა რიჟიკა და უნდა რომ აქუს აღარებურღა თვითონ რომ ყოველდღე კავკასიაში დამიჯექიო და აგერ როგორ გონიათ მიშას ბედი ვაფშე როგორი იქნება მიშა დაგვავიდა ჩვენ არა მართლა აი თქვათ რო ვილაპარაკო რამდენ ხანში გამოვა მიშა გამოვა თუ არა როცა მოეწყურება გამოვა არ დაუმატებენ არაფერს არა ხო მაგას გეუბნები ანუ ჯერ ხო სასამართლო არ მორჩენილა ის ახლოს კომიტის ყველაფერი ერთად რაც იქნება იმის მე ხო და რამდენი ხანი თქო მაღაზია მე არ ვიცი ეგ რამ უნდა დააცხროს სულ 10 წლის მერე გამოვიდეს არა 10 ცოტა დამცხრალი მიშა მე ვერ წარმომიდგენ არა 10 ცოტა მიშა რომელსაც დამცხრალი 1-20 წელი უნდა იყოს მიშა რომელსაც პრეტენზია აღარ ექნება რომ საქართველოს ავტორიტეტი ეგეთი მიშას პრეტენზია არც აქვს მიშა არის გაკომპრილი ანუ კომპრომეტირებული შეიძლება სულაც აღარ უნდა უბრალოდ თავიანთი პატრონები აძალებენ მაგას ეგ ცალსახადები თუ 4 დაჭი ხო ნუ ხარ ვიცი ხა დანჩენები რა იქნება მაგრამ საზღვრის კვეთაზე არ აქვს მისი საზღვრის კვეთაზე ჩანთქავს ალბათ არ ვიცი მაგრამ როგორ არის არ იქნება დიდი
რაღაც აქვს ერთი განაჩენი კაცო. 11 მილიონის ბიჭო განაჩენი. ის მიშას წესით უნდა უწევდეს გასამართლებლად. აბა მაშინ შეკრებითობით. 20 ეკნებოდა მინიმუმ რა. კარგი, მეგობრებო, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, ჩვენ გვიყურებთ, ჩვენ ხალხშეხვდებით. შენ სანამ დავამთავრე შეკრებითობაზე ყოიცი ვიღაცამ 4 პაგრეშ გამოიპარა და 4 ცალკე ეპიზოდებად ცალკე ეპიზოდი 4 პაგრეშის ბურვის დაუყალე. იმიტომ რომ ერთხელ ვერ გამოიტანდა და 4 შეხვდა დააფიქსირეს. ადამიანი 30 წელი, რომელმაც დაჭრა 3 ადამიანი. არავინ არ მოუკლავს. დაჭრა ისეთი რომ სიცოცხლე საფრთხე დამკრებოდა და იქვე ისდა ადამიანი, რომელიც მოკლა ადამიანი 15 წელი ქონდა, ამას 15 არა 10 წელი ქონდა იმას, ვინც მოკლა და ის სულუგად დამჭრელს 4 ეპიზოდი, 3 ეპიზოდი და 27 წელი ქონდა ფიგურულად. საინტერესოა. დიდი მადლობა, კარგად. ხვალამდე. ნახვამდის.